მანქანის პროექტის გაკეთების დროს ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გქონდეს შესაბამისი ფართი. ხო და ამ ფართს ვეძებ უკვე ძალიან დიდი ხანია, თუმცა ვერაფერი ვერ ვიპოვე იქიდან გამომდინარე, რომ რაც ვნახე იყო ძვირი და ამ ძვირში ეს ფართი იყო ძალიან მოცუცქნული, იმ მოცუცქნულ ფართში იყო ჩაკვეტებული ეს პადიომნიკიდან მოკლედ ძალიან პატარა ფართები იყო. ამიტომ ვისაც შეიძლება რომ გქონდეთ მსგავსი ფართი და აქირავებთ, ან თქვენ საახლობლოში აქვს ვინმეს, ან თუნდაც რა ვიცი აგენტი იცით, ვინც მსგავსი ფართის მოძებნაში დამეხმარება და აქვს გამოცდილება, გთხოვთ რომ მომწეროთ, რა ვიცი, ან აქ, ან Instagram-ზე, ან Messenger-ზე, ნებისმიერ ადგილას და დამეხმაროთ, რა ვიცი, თუ დამეხმარება ძალიან მადლობელი ვიქნები მართლა, იმიტომ რომ ძალიან მჭირდება ელემენტარულად რო ცერიქსი მივიყვანოთ დავშალოთ და ვნახოთ რა მასშტაბის პრობლემასთან გვაქვს საქმე და საერთოდ მაგ მანქანიდან რისი გამოყვანა შეიძლება, თუნდაც მაგისთვისაც გვჭირდება რა, მოკლედ ძალიან ბევრი რაღაცისთვის არის საჭირო. ძალიან დიდი მადლობა ჩემი არხის გამოწერისთვის. ვინც გამოიწერეთ, მართლა ძალიან დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის, დახმარებისთვის და მაქსიმალურად შევეცდები, რომ საინტერესო კონტენტები შემოგთავაზოთ მართლა რა ვიცი. თუნდაც ეს პროექტები, კიდევ რაღაცა პროექტები არის, რაც თავში მაქვს დიდი ხანია და არ ვიცი, ვფიქრობ, რომ შეიძლება რომ თქვენც მოგეწონოთ, მაგალითად, თურქული მანქანა არის ერთი ესეთი ტოფასი, რა ვიცი, გეცოდინებათ, დარწმუნებული ვარ. და მაგის ფურგუნი ვარიანტი, რომ იყოს დრიფტკარი. სულ მქონდა ეგ თავში რა, რამდენჯერაც მოგვიწია მანქანით გასვლა ქვეყნიდან, თურქეთს გავვლიდით, ამ მანქანებს ხო ძალიან ბევრს ხედავდი და თან ზოგს გასტენსილი ყავდა რაღაცა და ეს მანქანები იმდენად ვიდზე იდგა რაღაცა მართლა რომ დებილობა, მაგრამ ვიდზე იდგა რა, ხო ხვდები და ნუ ვიფიქრე რომ მაგარი იქნებოდა რა და რატომაც არა თუ იქნება ეგეთი პროექტი და თან თქვენც თუ დაგაინტერესებთ, რატო არ შეიძლება რომ გაკეთდეს, ხო? ძალიან მაგარი რაღაც არის. ამიტომ, ვისაც არ გქონთ გამოწერილი, გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩემი YouTube არხი. პირველ რიგში მთავარია რომ ცერიქსის პროექტი დავიწყოთ, გავაკეთოთ და აი მაგ მანქანის ფინალში გავიდეთ, რომ ნახოთ საბოლოოდ, რომ აი რაღაცა შედგა და აი ელემენტარულად ვიდზე მოვა და გადაადგილებას შეძლებს და რაღაცა ის თავის ასე ვთქვათ, სიცოცხლეს დაიბრუნებს რა. და შემდგომ უკვე ბევრი რაღაცის გაკეთებაც შეიძლება. პერიოდულად, რა თქმა უნდა, სხვა რაღაცებსაც შემოგთავაზებთ. მაგალითად, ჩემს ვარჯიშს როგორ მავარჯიშებს ხოლმე დათო წელიწადში ერთხელ დრიფტზე, მაგალითად. და ასე შემდეგ. მადლობა ძალიან დიდი, ვისაც შეგიძლიათ დახმარება ბოქსის ქირაობაზე, გთხოვთ რომ დამეკავშირდეთ და ასე ვთქვათ რომ გამოიწეროთ ჩემი არხი. მადლობა.